ჰოროსკოპებისთვის დღეს მოსალოდნელი, არ გეცოდინება ეს. არ ვიცი, მაგრამ მაინტერესებს ერთი. მე ვიცი, ვინც იცის. მოკლედ 12 ივნისის ამბები, როგორ გადანაწილდა ასტროლოგიური განწყობები თითოეული ნიშნისთვის, მოდით ნინა სუსლოვასთან დავაკავოთ. დილამშვიდობის საქართველოს დღეს 12 ივნისია. ხუთშაბათი. დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა იუპიტერია და ამ დღის ენერგია საკმაოდ დადებითია. თუმცა მნიშვნელოვანია რომ სწორად გამოიყენოთ, აღადგინოთ ჰარმონია საკუთარ თავთან მიმართებაში, განმარტოვდეთ, დაკავდეთ იმით, რაც რეალურად გსურთ. ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ ზოდიაქოს ნიშნებზე. ვერძებო. თქვენ შემთხვევაში დღეს განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ როგორც ურთიერთობების, ასევე ფინანსური კუთხითაც. შეეცადეთ რომ სიფრთხილე გამოიჩინოთ, შეეცადეთ რომ იყოთ მეტად დიპლომატიურები. შესაძლოა გარკვეულმა ემოციებმა ხელი შეგიშალოთ და არასწორი ნაბიჯები გადაგადგმულოთ. მოკლედ შეეცადეთ რომ სწორად მართოთ თქვენი ემოციები. ეს დაგეხმარებათ იმაში რომ დღევანდელი დღე თქვენთვის მშვიდი იყოს. კურვებამ დღეს შესაძლოა რომ გქონდეთ საწინააღმდეგო აზრები და ემოციები. თუმცა დღის მეორე ნახევარში ეს ყველაფერი გამოსწორდება. გარდა ამისა, კარგი იქნება თუ დღეს დროის რაღაც მონაკვეთში მოახერხებთ განმარტოვებას, ბუნებაში გასვლას. ეს დაგეხმარებათ იმაში რომ ენერგიით სწორად აივსოთ და დაიმუხტოთ. რაც შეგეხება თქვენ ტყუპებამ, დღეს ინფორმაციულად საკმაოდ დატვირთული დღე გელოდებათ. შესაძლოა რომ ახალი ადამიანები გამოჩნდეს თქვენ ცხოვრებაში ან ახალი შესაძლებლობები. თუმცა შეეცადეთ რომ სიფრთხილე გამოიჩინოთ და არ იჩქაროთ ნაბიჯების გადადგმა ან გადაწყვეტილებების მიღება. ამასთან ერთად არ არის სასურველი დანაპირების გაცემა, რადგან შესაძლოა რაღაც მომენტში ვერ მოახერხოთ მათი შესრულება. კითხებებისთვის დღევანდელი დღე საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება. შესაძლოა რომ ოჯახთან ან წარსულთან დაკავშირებულმა საკითხებმა, პრობლემებმა იჩინონ თავი. შეეცადეთ რომ სწორად მიუდგეთ ამ ყველაფერს. არ არის აუცილებელი ყველაფერი ეგრევე გამოასწოროთ. განსაზღვრეთ პრიორიტეტები და იმის მიხედვით იმოქმედეთ. თუ სწორად მიუდგებით თითოეულ საკითხს მარტივად მოახერხებთ ამ ყველაფრის გამოსწორებას. ლომებო, შესაძლოა რომ ახალი შესაძლებლობები გამოგიჩნდეთ, რომელთა განხორციელების სურვილი რასაკვირველია გექნება, თუმცა გაითვალისწინეთ, დღეს სიჩქარე და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება არ არის სასურველი. უმჯობესია თუ ჯერ დააკვირდებით მოვლენების განვითარებას და შემდგომ იმოქმედებთ. რაც შეგეხება თქვენ ქალწულებამ, მშვენიერი დღე არის პრაქტიკული ამოცანების გადასაჭრელად. ნებისმიერი სირთული საკითხის მოგვარება დღეს თქვენთვის ძალიან მარტივი იქნება. ამასთან ერთად მარტივი იქნება ადამიანებთან, თქვენთვის ახლობელ ადამიანებთან კომუნიკაცია. მოკლედ შეგიძლიათ რომ დღევანდელი დღე მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოიყენოთ. ბევრი შესაძლებლობა და შანსი გამოგიჩნდებათ, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვათ. სასწორებისთვის დღევანდელი დღე არაერთგვაროვანი იქნება. შესაძლოა გარკვეული კონფლიქტები. ამასთან ერთად არ არის სასურველი რომ ზედმეტად დაუთმოთ სხვებს. რაღაც მომენტში საკუთარი პოზიცია უნდა დაიცვათ. შეეცადეთ რომ ენდოთ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებმაც უკვე ერთხელ იმედი გაგიმართლეთ. არ არის სასურველი ახალგაცნობილ ადამიანებთან ზედმეტი გულახდილობა. შეეცადეთ რომ გამოიჩინოთ სიფრთხილე და ყურადღება. მორიელებამ საკმაოდ მნიშვნელოვანი დღე გელოდებათ. კარგი დღე არის სერიოზული საუბრებისთვის. შეგეძლიათ რომ რაღაც მნიშვნელოვანი საკითხები განიხილოთ ან რაღაც ახალი ნაბიჯები გადადგათ. თუმცა უნდა გაითვალისწინოთ. უნდა იყოთ აუცილებლად სამართლიანები და იგივე დამოკიდებულებას უნდა მოელოდოთ სხვებისგან. შეეცადეთ რომ მაქსიმალურად სწორად მიუდგეთ ადამიანებს ურთიერთობის დროს. რაც შეგეხება თქვენ მშვილდოსნებო, შესაძლოა გარკვეულმა მოულოდნელმა ცვლილებებმა თქვენ გეგმები შეცვალოს. თუმცა არ ინერვიულოთ. შეეცადეთ რომ სწრაფად იმოქმედოთ, ფეხი აუწყოთ იმ ცვლილებებს, რომლებიც დღეს მოხდება. ეს დაგეხმარებათ იმაში, რომ თითქოს თქვენი დრო, თქვენი დღე უკეთესობისკენ შესვლოთ. მოკლედ, შეეცადეთ რომ იყოთ სპონტანურები და არაორდინალურები. დღესქებისთვის დღევანდელი დღე საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება. შესაძლოა ფიქრობდეთ, რომ თქვენ შრომა სათანადოდ ვერ აფასებენ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც გარკვეული პასუხისმგებლობები არ შეესრულოთ. პირიქით, აჩვენეთ თქვენი პროდუქტიულობა. ეს აუცილებლად დაგიფასდებათ უახლოეს მომავალში. მერწყულებო, შესაძლოა გქონდეთ გარკვეული სამომავლო გეგმები, თუმცა გაითვალისწინეთ, აუცილებელია დეტალებზე კონცენტრაცია. შეეცადეთ რომ ყველაფერი სწორად განსაზღვროთ და იმის შესაბამისად იმოქმედოთ. არ არის სასურველი სპონტანური, დაუფიქრებელი ნაბიჯების განხორციელება. ხოლო რაც შეგეხება თქვენ თავზებო, დღევანდელი დღე საკმაოდ კარგი იქნება ნებისმიერი შემოქმედებითი მიმართულებისათვის. შეგიძლიათ რომ ნებისმიერი ახალი საქმით დაკავდეთ, გახვიდეთ ბუნებაში, ან გააკეთოთ ის, რაც რეალურად თქვენ შინაგან სამყაროს სურს. მოკლედ შეეცადეთ რომ დღევანდელი დღე პრაქტიკულად გამოიყენოთ საკუთარი თავისთვის. გისურვებთ ყველას ბედნიერ და წარმატებულ დღეს.